მეექვსე ემოცია დანაშაული. დანაშაული შეგრძნება ეს არის შინაგანი ემოციური რეაქცია, რომელიც ჩნდება მაშინ, როდესაც ადამიანი თვლის, რომ დაარღვია ეთიკური ან მორალური ნორმა, აწყენინა სხვას ან გადააბიჯავს საკუთარ ღირებულებებს. დანაშაულის გრძნობა გეუბნებათ იმას, რომ თქვენში არის თქვენივე მეორე ნაწილი, რომელიც არ შეესაბამება თქვენს მორალურ კოდექსს. ეს კი საშუალებას გაძლევთ გამოიტანოთ დასკვნები, ისწავლოთ საკუთარ შესაბამებზე, რათა შემდგომში გამოისყიდოთ თქვენი დანაშაული მთელი რიგი დადებითი ქმედებებით. ეს შეგრძნება შეიძლება იყოს კონსტრუქციული და დესტრუქციული. კონსტრუქციული დანაშაულის შეგრძნება ეხმარება ადამიანს შეცდომების გაცნობიერებაში, პასუხისმგებლობის აღებაში და ჩადენილი ქმედების გამოსწორებაში. ხოლო დესტრუქციული დანაშაულის შეგრძნებას ხშირად თან ახლავს შერცხვენის, თვითკრიტიკისა და თვითდაამანგრეველი ქცევის ფორმების გამოვლინება, რაც ხელს უშლის თვით აღქმასა და განვითარებას, ადამიანის ტრანსფორმაციას. დანაშაულის შეგრძნების ძირითადი წყაროები შეიძლება იყოს ბავშვობაში მიღებული მკაცრი აღზრდა. კარგი ბავშვები ესე არ იქცევიან. გადაუმუშავებელი ტრავმები და გადატანილი ესეთი პირობითაც შიმშილის ან უარყოფის რაღაც სცენარები. კოლექტიური ან კულტურული მოლოდინები, შინაგანი კრიტიკოსის აქტიური ხმა. როგორია დანაშაულის შეგრძნების სტრუქტურა ფსიქოლოგიაში და ფსიქოლოგიურად. დანაშაულის შეგრძნება ხშირად შედგება რამდენიმე შრისგან, რომლებიც ერთმანეთთან ურთიერთქმედებენ. პირველი ეს არის შემეცნებითი შრე, მე ცუდი რაღაც გავაკეთე, ან მეტი უნდა გამეკეთებინა. მეორე არის ემოციური შრე, სირცხვილი, უხერხულობა, შიში, შფოთვა და სინანული. შემდეგ მოდის სომატური შრე, სხეულში დაძაბულობა, გულზე სიმძიმე, კუჭნაწლავის ფუნქციის დარღვევა, ან კუჭის შეკრულობა, ან აშლა და ესეთი გამოვლინებითი ქოშინი ადამიანის. და ქცევითი რეაქცია, თვითდასჯა, საკუთარ თავზე უარის თქმა, ურთიერთობებიდან გაქცევა და ეგრეთ წოდებულ ბედზე დამორჩილება. დანაშაულის გრძნობა ხშირად მოქმედებს როგორც ფსიქიკური დაცვის მექანიზმი. იგი ხელს უშლის მტკივნეული სიმართლის გაცნობიერებას ან ქცევის შეცვლას, რადგან გვამყოფებს იმ ადგილზე, სადაც საკუთარი თავის ბოროტად აღქმა უკეთესია, ვიდრე პიროვნული ზრდა. ბავშვობის გამოცდილება და დანაშაულის გრძნობის ჩამოყალიბება. ბავშვობაში განსაკუთრებით ემოციურად დაუცველ ასაკში, რომელიც არის 0-დან 7 წლამდე, ბავშვი იწყებს იმის შესწავლას, თუ რა არის მიღებული და რა არა. 7 წლამდე ხდება ეს ყველაფერი. და როგორ ხდება ეს? თუ მშობლები იყენებენ დანაშაულის გრძნობაზე დაფუძნებულ აღზრდას. გული მატკინე, შენგან ამას არ მოველოდი, ანალოგიური ფრაზირებებით. თუ ხშირად განიცდიდით ბავშვობაში ემოციას ესეთი მიტოვებულის, მიგდებულის ბავშვის, თუ რაღაც არასწორად გააკეთე, სიყვარულს კარგავდი მშობლების ან ირგვლივ მყოფებისგან. გეგონათ ეს ყველაფერი. თუ კი გაკრიტიკებდნენ შენი სურვილებისთვის. როგორი ეგოისტი ხარ, იქნები ეგოისტი და ასე შემდეგ. სწორედ მაშინ 0-დან 7 წლამდე ბავშვის ფსიქიკაში დანაშაულის გაცდა ავტომატურად ირთვება ყოველი ინდივიდუალობის გამოვლენისას. შედეგი ამის ყველაფრის არის ის, რომ დანაშაულის გრძნობა ხდება არა რეალურ ქმედებებზე დაფუძნებული, არამედ თვით იდენტობის ნაწილად ქცეული. მე, როგორც მე, რაღაცით ყოველთვის არასწორი ვარ. შემდეგ დიდობაში ესავლინდება ეს ყველაფერი. დანაშაულის გრძნობა და რა განსხვავებაა სირცხვილსა და დანაშაულის გრძნობას შორის.
ფსიქოლოგიაში მნიშვნელოვანია განვასხვაოთ ეს ყველაფერი დანაშაულის გრძნობა და სირცხვილი. დანაშაულის გრძნობა ეს ფორმულირება ესეთია: ცუდად მოვიქეცი არის ქცევაზე ფოკუსირება. დანაშაულის გრძნობა. ხოლო სირცხვილი ცუდი ადამიანი ვარ, იდენტურობაზე ფოკუსირება. სირცხვილი უფრო პარალიზებს და ხელს უშლის გამოსწორებას. დანაშაულის განცდა კი თუ სწორად ვმართავთ, შეუძლია გახდეს მოტივატორი ჩვენივე ცხოვრებაში ცვლილებებისთვის. მაგრამ როცა დანაშაულის გრძნობა ტრამვასთანაა დაკავშირებული, ეს განცდები ერთმანეთთან აღრევას აკეთებს, ირევა და ადამიანი ვერ არჩევს შეცვალოს ქცევა თუ უარი თქვას საკუთარ თავზე, საკუთარ იდენტობაზე, რაც ძალიან ხშირია ჩემ პრაქტიკაშიც. დანაშაულის გრძნობა ასევე როგორც თავდაცვის მექანიზმი. ეს შეიძლება პარადოქსულად ჟღერდეს, მაგრამ ზოგჯერ დანაშაულის განცდა ემსახურება ფსიქიკის დაცვას. როგორც თავდაცვის მექანიზმი. როგორ? მაგალითად, კონტროლის ილუზია. თუ ყველაფერი ჩემი ბრალია, მაშინ რაღაცაზე მაინც მაქვს კონტროლი. ეს ეხმარება ადამიანს გააუძლოს ქაოსურ გარემოს საკუთარ ირგვლივ რაც ხდება. საკუთარ თავზე გადატანა რას გულისხმობს? ტრამვულ სიტუაციაში ბავშვი ხშირად იღებს პასუხისმგებლობას იმაზე, რაც მის კონტროლს ცდება. ბავშვობაში მომხდარი საკუთარ თავზე, როდესაც გადააქვს. უკვე დიდობაში ყველაფერი. რადგან ალტერნატივა უფრო მტკივნეულია. დედა ვერ მიცავს, მამის მეშინია. ეს ყველაფერი მოდის ბავშვობიდან. შემდეგი არის შენარჩუნება ურთიერთობის ფასად. თვით დაბრალებით მაინც დავრჩები იმ ადამიანთან ან სისტემასთან ჯგუფში სადღაც ურთიერთობაში, რომელიც არ მომცემს სიყვარულს, თუ მე არ ვიქნები დამნაშავე. ანუ მსხვერპლის როლი. მე დამნაშავე ვარ, ამიტომ მე ვიქნები დამნაშავე, ოღონდ შენ იყავი ჩემთან. დაახლოებით ესეთი მარტივიანით ესე ჟღერს ეს ყველაფერი. დანაშაულის გრძნობა და შინაგანი კრიტიკოსი. არსებობს კიდე დანაშაულის გრძნობის ესეთი გამოვლინება, შინაგანი კრიტიკოსი. შინაგანი კრიტიკოსი სუპერ ეგოს ხმოვანი განსახიერებაა. ხშირად ის ხმა, რომელიც მუდმივად გვეუბნება. საკმარისად კარგი არ ხარ, ეს არ გეკადრება, ისე უნდა მოქცეულიყავი როგორც და ასე შემდეგ. შინაგანი კრიტიკოსის იდენტიფიცირება და მისი ტრანსფორმაცია მნიშვნელოვანი ნაწილია დანაშაულის გრძნობის გადამუშავების პროცესში. ამისთვის ეფექტურია მისი ხმის აღქმა და გაწერა. ვინ ლაპარაკობს ჩემში ეს? ვინ არის ის, ვინც ესე საუბრობდა და ეხლა ვინ საუბრობს? კრიტიკოსთან დიალოგის წამოწყება. კრიტიკოსთან დიალოგის წამოწყება ეს ზოგადად პირად სეანსებში ხდება და ამაში ძალიან კარგად მუშაობს მეტაფორული ასოციაციური ბარათები. ქვეცნობიერიდან ეგოსთან, კრიტიკოსთან დიალოგის წამოწყება. პირდაპირ ესეთი კარგ შედეგებს იძლევა და სხვისი შინაგანი ფიგურის გამოძახება. მაგალითად, ალტერ ეგოები ძალიან ბევრია, სუპიროვნებები შინაგანი და ეს არის მზრუნველი მე, დამცველი მე და თანაგრძნობით სავსე მე, რომელიც ეს ყველაფერი პირად სეანსებში ხდება. ამის ესეთი გაზოგადოება და გასაჯაროებული ტექნიკები არ შეიძლება. ეს უნდა იყოს ინდივიდუალურად მორგებული, მაგრამ კონტროლი ამის ყველაფრის შეიძლება და ერთ-ერთი ესეთი საშუალო მექანიზმი არის მეტაფორული ასოციაციური მეტაფორული ბარათები ამისთვის. დანაშაულის შეგრძნება როგორც ეგოსში და კონფლიქტი. ფროიდის მიხედვით, დანაშაულის შეგრძნება იქნება მაშინ, როცა ეგოსა და სუპერეგოს, ანუ ჩვენ ქცევის ინსტინქტურ და მორალურ ნაწილებს შორის კონფლიქტი წარმოიშვება. ამას ბაბუა ფროიდი ამბობდა. სუპერეგო მოქმედობს როგორც შინაგანი მშობელი, რომელიც მკაცრად აკონტროლებს, შეფასებას უკეთებს, ადარებს და როცა ეგო გადახვევას ახდენს მის სტანდარტებიდან,
ჩდება დანაშაულის გრძნობა. ამას ქვია შინაგანი მკაცრი მშობელის კრიტიკული მიდგომები. მაგალითად, შენ გინდა იყო თავისუფალი, გაბედო, იფიქრო საკუთარ თავზე, მაგრამ შინაგანი ხმა გეუბნება, ეგოისტი ხარ. ეს ტვირთი არ არის მხოლოდ შენი, ესაა კულტურული სუპერეგო, რომელიც განსაზღვრავს როგორ უნდა იყო. როგორ უნდა იყო. არსებობს უფრო ღრმა შრეები. დანაშაულის გრძნობა როგორც პიროვნული ნაწილების დაპირისპირება. ადამიანის ფსიქიკა მოზაიკურია, მასში ბევრ ნაწილს სხვადასხვა სურვილები, მოლოდინები და ღირებულებები აქვს. როდესაც ერთი ნაწილი რაღაცისკენ ისწრაფვის, ხოლო მეორე წინააღმდეგება, ჩვენ ამას ხშირად განვცით როგორც დანაშაულის შეგრძნებას. მაგალითად, ერთ ნაწილს შენში უნდა გათავისუფლდეს წარსული ვალდებულებებისგან. მეორე კი ეუბნება, ეს ვალდებულებები შენი არსის ნაწილია, ვერ მიატოვებ. შედეგად ჩნდება დანაშაულის განცდა. არა იმიტომ, რომ რამე ცოდვა ჩაიდინე, არამედ იმიტომ, რომ შინაგანი ნაწილი თავს მიტოვებულად გრძნობს. რომელიც ესეთი ძალიან ხშირი და ხშირია ჩემ პრაქტიკაში და ზოგადად რეალობაში. ამის მაგალითია მე რომ ამისგან გამოვიდე, მე რა უნდა გავაკეთო, ანუ სიცარიელის შეგრძნება. ეზოთერიკული პერსპექტივა როგორია? კარმა და დანაშაულის კოლექტიური დანაშაულის გრძნობა. ეზოთერიკაში დანაშაულის შეგრძნება ხშირად განიხილება როგორც შეცნობადი კარმული გაკვეთილი. როდესაც სულმა აირჩია გამოცდილება, რომელიც მოიცავს ბრალეულობის შეგრძნებას, რათა ღრმა გათავისუფლება და ბალანსის აღდგენა მოახდინოს ამ ცხოვრებაში, იმიტომ რომ განთავისუფლოს საკუთარი თავი მომავალ ცხოვრებაში. ეს ძალიან ნაკლებად ხდება, რომ სულმა აირჩიოს ესეთი მძიმე ფორმა დანაშაულის შეგრძნების. მაგრამ შესაძლებელია. სისტემური ან წინაპრული დანაშაული, როცა ადამიანი ატარებს დანაშაულის გრძნობას, რომელიც არ არის მისი პირადი, არამედ მოდის წინაპრებიდან ან კოლექტიური ისტორიული ტრამვებიდან, რომლებიც ესეთი ემოციური ფონით არის ჩადებული საგვარეულოში და ოჯახში შეიძლება. რა თქმა უნდა, კითხვა გაგიჩნდებათ, რა შეიძლება რომ გავაკეთოთ. ამ შემთხვევაში შეიძლება დაგეხმაროთ ესეთი მარტივი კითხვები. თუ კი რაღაცას ასეც გრძნობთ. ვისთვის გრძნობ თავს დამნაშავედ სინამდვილეში? ვისი ტკივილი ან ბედი ვიტვირთე მე? ვისი ცოდვის გამოსყიდვას ცდილობ ჩემი მორჩილებით? ეს არის ის სამი მარტივი კითხვა, რომელიც შეგიძლიათ დაუსვათ საკუთარ თავს. თუ კი იქნებით გულახდილები საკუთარ თავთან, მიიღებთ პასუხებს. თუ მიიღებთ პასუხებს და ვერ იპოვით გამოსავალ გზებს, მაგისთვის აუცილებელია თუნდაც მე მომმართოთ პირად კონსულტაციაში. დანაშაულის შეგრძნება გავს პროგრამას, რომელიც აკავებს თქვენს ენერგიას, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ გადაამოწმოთ ის და გადააპროგრამოთ საკუთარი თავი. ეს საშუალებას მოგცემთ, რომ არ დახარჯოთ ენერგია იმაზე, რაც სინამდვილეში არასწორია. ადამიანების უმეტესობა საკუთარ დანაშაულის პროექცირებას აკეთებენ სხვებზე და ამით საკუთარ თავს იმართლებენ. რაღაც წილად. ამ გზით ისინი ფიქრობენ, რომ პასუხისმგებლობას გაორბიან. მათ ასეთ ადამიანებს არ შეუძლიათ მიიღონ საკუთარი თავის ის ნაწილი, რომელიც ეწინააღმდეგება მორალულ კოდექსს. საზოგადოებრივ კოდექსს, ან ბავშვობაში ტრამვებისგან მიღებულ რაღაც კოდექსს. სანამ თქვენ არ აიღებთ პასუხისმგებლობას თქვენსავე რომელიმე ქმედებაზე, ვერ იპოვით პატიებას საკუთარი თავის და ყოველთვის უარს იტყვით თქვენი შეცდომებისგან მიღებულ გაკვეთილებზე. ასევე ხდება ისიც, რომ დანაშაულის შეგრძნება შეიძლება სხვა ადამიანისგანაც გადმოგეცეს. ასეთ შემთხვევაში საჭიროა გონივრულად შეაფასოთ სიტუაცია და გამოიტანოთ შესაბამისი დასკვნები. მე ეხლა
მოგცემთ კითხვების ჩამონათვალს, რომელიც ასევე გამოიყენება პირად კონსულტაციებში, თერაპიაში ან სულიერი მუშაობისას, პირად კონსულტაციებში. მაგრამ თუ კი თქვენ იქნებით გულწრფელები საკუთარ თავთან, მაშინ უპასუხეთ ამ კითხვებს და რაც მთავარია, ჩაიწერეთ აბსოლუტურად თქვენი კითხვებიც ამოწერეთ და შემდეგ გაეცეთ პასუხები და ჩაიწერეთ აბსოლუტურად ყველაფერი. და როგორც ზემოთ ვახსენეთ, თუ კი თქვენ იპოვით აღმოაჩენთ საკუთარ თავში ნამდვილ მიზეზს, მაგისას უკვე შეგიძლიათ იმოქმედოთ. თუ კი ვერ იმოქმედებთ, მაშინ კონსულტაციისთვის შეგიძლიათ მომართოთ პირადში. როგორია ეს კითხვები? თვით ანალიზის კითხვები არის შემდეგი. პირველი. რა მორალური კანონი დავარღვიე, როცა ეს დანაშაულის გრძნობა გამიჩნდა? ვინ შექმნა ეს კანონი ჩემში? რისი გამოვლინებაა ეს დანაშაულის გრძნობა? პირველი სამი ქვე ტექსტის კითხვისგან შედგება. მეორე. ვისთან მაქვს გადაამუშავებელი ემოციური ვალი ან მიჯაჭვულობა? ვისი ხმა ისმის ჩემში, როცა გრძნობ თავს დავნაშავედ? მესამე. რა მოგონება, სიტუაცია ან სიტყვა ტრიალებს ჩემში, როგორც ჩრდილი, როცა დანაშაულს გრძნობ? რა იმალება ამ გრძნობასთან ერთად შიში, სირცხვილი, სურვილი, თავისუფლება? არის თუ არა ეს გრძნობა ჩემი, თუ გადმოღებულია სხვისი სცენარიდან? მეოთხე. რა შეიძლება რომ გამეშვა რა შეიცვლება, უკაცრავად, რა შეიცვლება რომ გამეშვა ეს გრძნობა, დანაშაულის გრძნობა? რას დაკარგავდა ჩემი იდენტობა? როგორ შეიძლება ამ გრძნობამ იმუშაოს ჩემს სასიკეთოდ და არა ჩემს წინააღმდეგ? ეს არის ის 4 მთავარი პუნქტი თავისი კითხვებით, რომლებზედაც თავისუფლად შეგიძლიათ დაუსვათ საკუთარ თავს კითხვები. იმიტომ, რადგანაც თქვენ არ გინდათ ფსიქოლოგთან მისვლა. გეშინიათ. იყავით ჯანმრთელები, რაც მთავარია, გაეცით კითხვებზე პასუხი, არ დაგეზაროთ და გაუზიარეთ მეგობრებს ჩემი ვიდეო. მადლობა. კონსულტაციებისთვის მომართეთ პირადში.